გორში წმინდა წყლის დასახლებაში დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. 17-18 წლის ახალგაზრდები გორმედის სამედიცინო ცენტრში კრიტიკული მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებულები. როგორც ექიმი მერაბ მაისურაძე ტევე მონიტორინგთან საუბრისას ამბობს, ორივე მათგანს მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩვლეტი ჭრილობები აღენიშნებათ. სასწრაფო მომზადების ფონზე კი ორივე მათგანს გადაუდეველი ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და მას სავარაუდოდ პალატაში მალე გადაიყვანენ. სამედიცინო ცენტრ გორმედში შემოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, რომელთაც აღენიშნებოდათ მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩვლეტი ჭრილობები სხეულის არეში. სათანადო სასწრაფო მომზადების ფონზე ორივე ავადმყოფი აყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში და გაკეთა გადაუდებელი ოპერაციები. მდგომარეობა სერიოზული, მძიმე დაზიანებები, ორივე გადაყვანილი იქნა პოსტოპერაციულ პალატაში, სადაც დღემდე განაგრძობენ მკურნალობას. მდგომარეობა სტაბილურად, მძიმედ შეიძლება შეფასდეს ამ ეტაპზე.